მე ვფიქრობ უკვე ტრადიციად იქცა ის, რომ საქართველოში აღარავის არ უყვირს ვაშინგტონში დაწერილი კვლევების შედეგები. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ როგორც კი ჩვენი პარტიის რეიტინგი იწყებს მატებას, როგორც კი პირადად ჩემი რეიტინგი იწყებს მატებას, მაშინვე ამერიკელები უკვე იწყებენ ძალიან აქტიურ მოქმედებას იმისათვის, რომ მოსახლეობა შეაგუონ იმ აზრს, რომ თითქოს საქართველოში პროამერიკულ ძალებს აქვს მხარდაჭერა, ხოლო ჩვენ კი, რომელსაც გვთვლიან, ასე ვთქვათ, პროქართულ ძალად და შესაბამისად მიუღებლად, თითქოს და მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ვაშინგტონი ამ გზით ცდილობს პროქართულ ძალასთან ბრძოლას, მაგრამ საბოლოოდ მოსახლეობა ყველაფერს ძალიან ათლად ხედავს და სწორ დასკვნებს გამოიტანს, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. თქვენ უნდობლობას ვხადებთ კვლევას როგორც ასე სამხედრო შაირანის კვლევას თუ რამდენი გიგავით? მე ვფიქრობ, რომ ჩემი პოზიცია ყველასათვის ნათელია და არაერთი მაგალითი იყო საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე, როდესაც ყველა ის კვლევა, რომელიც სწორედ რომ ვაშინგტონში იწერებოდა და არ ასახავდა საქართველოს რეალობას, შემდეგ უკვე ნათლად ჩანდა, რამდენად იყო რეალობასთან სრულიად შეუსაბამო.